ინციდენტალურ აღმოჩენებზე მინდა გითხო. არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, რომ როდესაც ადამიანი მოდის უბრალო ჩეკაპზე, ესე რომ ვთქვათ, უბრალო შემოწმებაზე და ამ უბრალო შემოწმებაზე რაღაც ძალიან სერიოზულს აღმოაჩენს და მას არანაირი, ვთქვათ, არც კლინიკური გამოვლინება ამის არ აქვს, არც რაღაცა სიმპტომები, რომ მაგალითად იღებ პირობითად სახის წიაღებს და უცბად რაღაცა დაინახე სხვაგან, რაღაც მაგალითად ფილტვის ზედა ნაწილებში ასა. კი, შეიძლება. ბევრია ესეთი შემთხვევა. კი, საკმაოდ. Ну, ინციდენტური აღმოჩენა ეგ არის ზუსტად, რომ ინციდენტური იმიტოა, რომ სხვა რაღაცას ვიკვლევთ და სხვა რაღაცას ვპოულობთ. რუტინული კვლევის პროტოკოლებიც ვცდილობთ ისე კონდეს დაალაგებული, რომ რაც შეიძლება მეტი არე მოვიცვათ და აი სიტყვაზე წელის მალების კვლევის დროს შეიძლება რაღაცა გულკერჩი ვიპოვოთ, ან თუნდაც კისერში. ამის საშუალებას უფრო იძლევა MRT. მაგნიტურეზონანსული კვლევა, იმიტომ რომ არ არის ხიური. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მაინც ვცდილობთ, რომ უშუალოდ გამოსაკვლევი არით შემოვიფარგლოთ. რომ არ დავასხივოთ სხვა. ავირიდოთ ზედმეტი დასხივება. აი მაგნიტურეზონანსული კვლევა ხიური არ არის. თუმცა დახურული სივრცეა, ოკეი, არ არის კომფორტი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ხიური დატვირთვა არ არის და ამიტომ თუ ახერხებთ, რომ რაღაცა დამატებითი ინფორმაციაც ამ დროს მოვიპოვოთ და თან ამით არ გახანგრძლივდეს მანდ მაინც კვლევა, მაშინ ამას რა თქმა უნდა ვირჩევთ. როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ერკვევა მაგალითად განსხვავებას პოულობს მაგნიტორეზონანსულ კვლევასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას შორის. აპარატები გვანან ერთმანეთს ცოტა. სამწუხაროდ არა. სამწუხაროდ უმეტესობას ეს ერთი და იგივე ჰგონია. არადა აბსოლუტურად განსხვავებული ფიზიკური საფუძვლები აქვს. კომპიუტერული ტომოგრაფია ეს არის რენტგენის სხივის ზემოქმედებაზე დაფუძნებული კვლევის მეთოდი. ანუ პაციენტს დავასხივებთ რენტგენის სხივებით და მიღებულ შედეგებს მე მივიღებთ გამოსახულებაზე. მაგნიტორეზონანსული კვლევა ეს არის უშუალოდ ადამიანის ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომების მიერ გამოცემული ენერგიის რეგისტრაცია. ანუ არაფერს არ ვასხივებთ. მაგნიტური ველის ზემოქმედებით ორგანიზმში არსებული წყალბადის პროტონების ენერგიას ვიჭერთ და იმას გარდაუქმნით მერე გამოსახულებად.